სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინისათა. ამინ. ჩვენთანაც ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ყოველი შაბათი მაინც უფრო მეტად მიცვალებულთა მოხსენიებისა არის და მიცვალებულზე ზრუნავს ქრისტიანი ადამიანი. სწამს რა, რომ მისი ლოცვა მიცვალებულს შეეწევა და ამას წინათ ვფიქრობდი, ესე იგი, სადღაც ვიყავი წესის აგებაზე და ზოგჯერ ხო არის, რომ რაღაცა ჭირის უფალი რაღაცნაირად უგულოთ არის, რაღაცა არც ლოცულობს, არც და რას ვფიქრობდი ახლა, რომ ახლა როდესაც გარდაიცვლება ადამიანი და თუ გიყვარს ის ადამიანი და თუ ამავე დროს რწმენით შეხედა, აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, რომ ჩვენ რომ გარდავიცვლებით, ხო ღვთის წინაშე უნდა წარდგეთ და ჩვენი ცოდვების გამო პასუხი უნდა მივცეთ. ახლა შეხედეთ, აი ადამიანი გარდაიცვალა, ღვთის წინაშე დგას და პასუხს აძლევს თავისი ცოდვების გამო და ჩვენ მას არ ვეხმარებით იმ ლოცვით. ამ რწმენით რო შეხედო, აი რამხელა ნუგეშია იმ მიცვალებულისთვის ვიღაცა მოვიდეს და შენი თავი შეავედროს უფალს. რამხელა ნუგეშია და წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ. თუ ლოცვის სურვილი გაგიჩნდა, ეს შემთხვევით არ მოდის. შემთხვევით არ მოდის, რომ ვიღაცა გაგახსენდა მიცვალებული. შემთხვევით არაფერი არ ხდება. თუ ესე გაგახსენდა მიცვალებული და მისთვის ლოცვის წადილი გაქვს, ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ შენი ლოცვით უნდა რომ შენი მიცვალებული აცხოვნოს უფალმა, ესეთ რამეს ამბობს წმინდა მამა. ესე იგი, რომ წარმოიდგენს ადამიანი, რომ ჩემი გარდაცვლილი ადამიანი ღვთის წინაშე დგას ახლა და ყველაზე, ესე იგი, საშიში მდგომარეობა რა მხრივ. რა მხრივ, აი დავუშვათ ჩვენ რომ გამოცდაზე გავდივართ, აი ჩვენ რომ სასამართლოს პასუხს ველოდებით, ჩვენ აი რა იქნება. იქ გვეშინია და წარმოიდგინეთ, ეს დროებითია და ის მარადიული. მაგრამ მეორე მხრივ, იქ მოწყალე ღმერთის წინაშე დგები. მაგრამ მოწყალე ღმერთის წინაშე დგომა ჩვენ პასუხისგებლობას კი არ გვარიდებს. წარმოიდგინეთ, ღმერთმა რომელმაც ყველაფერი გააკეთა და შენთვის ჯვარს ეცა და იმ სიყვარულს ჩვენ თუ ვერ უპასუხეთ, ჩვენი შეიგი ქცევით თუ სიტყვით თუ ჩვენი სინანულით, აი იმ ხელა უზარმაზარ სიყვარულს, რაც ჩვენთვის ღმერთმა მოიმოქმედა და ჩვენ თუ ვერ უპასუხეთ ამას, ეს უკვე მტანჯველია ადამიანისთვის. აი ნებისმიერი ვიღაცა სიყვარულით მოგვექცა და ჩვენ მაინც რაღაცა ისე მოვიქეცით. ხო თვალებში შეხედა, ხო გაგიჭირდება, როგორ შეხედა. და აი ესე დგას ადამიანი ღვთის წინაშე და აი ამ დროს მას სჭირდება ლოცვითი შეწევა. სერბებს ყავდათ ესეთი პატრიარქი პავლე. ის ამბობდა ასეთ რამეს, რომ ადამიანი რომ იბადება, თვითონ ტირისო და სხვებს უხარიათო. ბავშვი ტირის და მშობლები ხარობენ, გარშემოყოფები ხარობენ. და ადამიანმა ისა უნდა იცხოვროსო, რომ გარდაიცვლება, თვითონ უხაროდეს და სხვები ტიროდნენ. უხაროდეს იმიტომ, რომ მისი სული გადარჩა და მარადიულად იზეიმებს და სხვები ტიროდნენ, რომ ენანებათ და გულიწყდებათ, რომ ხორციელი განშორება მოხდება, თორე საბოლოო ჯამში ისინიც ერთად იქნებიან, თუ ღვთისმიერად იცხოვრებენ. ერთ სიკვდილს ყველა გაივლის, ხორციელ სიკვდილს ყველა გაივლის, მაგრამ ხორციელ სიკვდილს მორწმუნე ადამიანი უწოდებს გარდაცვალებას. გარდაცვალება არის ის, როდესაც ადამიანის სული და ხორცი ერთმანეთს განეყრება და სული როგორც მიწისაგან, ხორცი როგორც მიწისაგან შექმნა ღმერთმა, ისევ მიწას უბრუნდება. ახლა ჩვენ ხო გვინახია საფლავით გახსნილი და იქ ხორცი არ არის, იქ ძალია მარტო. და სული ადამიანისა მარადიულად აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ თუ სულს ღვთის მადლი მოაკლდა, ეს უკვე სულიერი სიკვდილი, ეს უკვე მეორე სიკვდილია, რისაც უნდა ეშინოდეს ადამიანს. თორე ხორციელი სიკვდილი ყველას წინა გვაქვს. ამას ერთ-ერთი ადამიანი ვერ აქცევს.
მაგრამ აი ეს მეორე და მთავარი სულიერი სიკვდილი არ უნდა მოხდეს. ახლა მაგალითად სახარებიდან ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს. უძღვების შვილი არ იყო ხორციელად მკვდარი, მაგრამ სულიერად მკვდარი იყო, ამიტომ რომ დაბრუნდა მამამ რა თქვა, ნახეთ, მკვდარი იყო და გაცოცხლდა და როდის თქვა? როდესაც ადამიანი ნანობდა. როდესაც ნანობდა უძღვების შვილი, მაშინ დაუბრუნდა მას მადლი. ასევე მაცხოვარი ამბობს სახარებაში ერთ-ერთ ადამიანს ეუბნება, რომელმაც უცხარო წავალო და მამაცემს დავმარხაო და მერე გამოყვებიო და მაცხოვარმა უთხრა, აცადეო, მკვდრებმა დამარხონ თავისი მკვდარიო. მკვდარმა როგორ უნდა დამარხოს მკვდარი, მაგრამ აქაც ორგვარ სიკვდილზეა. ისინი, ვინც ხორციელად ცოცხლები იყვნენ, სულიერად მკვდრები იყვნენ, იმიტომ რომ ჭამის, სმის და გართობის მეც ვინც ის არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ ის ხორციელად მკვდარი იყო მამა ამ ადამიანისა. ადამიანი რომ შედგეს, აი რეალიზება რომ მოხდეს, ესე რომ ვთქვათ, აი თანამედროვე ტერმინით. მისი მსახურება სხვას უნდა უკავშირდებოდეს. აი მაგალითად, თუნდაც ამ ტაძარში თუ სადმე, სადაც გაიხედავთ, ვერც ერთ ნივთს ვერ იპოვით. ყოველ შემთხვევაში მე ჯერ ვერ ვიპოვე, ბავშვებსაც ეუბნები ხოლმე და ვერც იმათ ვერ იპოვე. ვერც ერთ ნივთს ვერ ვიპოვით თავისთვის რომ არსებობდეს. აი მაგალითად ეგ ხალიჩა იმისთვისაა, რომ თქვენ ფეხზე აშეცილდეთ, ხო? ის კამი იმისთვისაა, რომ ვიღაც დაჯდეს. ის კალამი იმისთვის, რომ ვიღაცამ დაწეროს, ის ნატურა რომ გაუნათოს. თუ აქ ადამიანი არ შემოვა, არც ეს ნატურა იქნება საჭირო, არც ის კამი და არც ის ხალიჩა. ღმერთმა ხო ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა და ბოლოს ადამიანი მოიყვანა. და როგორ ახლა თუ ეს უბრალო ნივთები, თუ ამ უბრალო ნივთების აი როგორ ვთქვათ, რომ აი შედგა ეს როგორც სკამით, როგორც ხალიჩა თუ რაღაც. მაშინ არის, როცა ის სხვას გამოადგება. როგორ ამ სამყაროს გვირგვინი ადამიანი, მაშინ არ არის შემდგარი, როცა ის სხვას გამოადგება. თუ ადამიანი მარტო თავის თავს გამოადგა, ისეთი ადამიანი გავს იმ სკამს, რომელზეც არავინ არ დაჯდება ცხოვრებაში. არავინ არ დაწერს იმ კალმით, არავის არ მიუშუქებს ის ნატურა. მაშინ რა აზრია? აი წმინდა ილია მართას, ილია ჭავჭავაძის ასეთი რამ აქვს ნათქვამი, რომ არსებობსო, აი ხო გაგიგონია, აი თავის კაცია, მარტო თავის თავზე რო ფიქრობს. ამას არ ამბობს წმინდა ილია მართალი, ეს ჩვენ ხო გაგიგონია, თავის კაცია, მარტო თავის, ის ამბობს, არისო ოჯახის კაცია, რომელიც ოჯახზე ფიქრობს და მართლაც, ახლა როგორ ამბობს მოციქული პავლე, რომ ვინცო თავის სახლეულზე არაზრუნავსო, სარწმუნოება უარ უყოფიას და არის იგი ურწმუნოზე უარესი. თუ შენ ოჯახზე არ ზრუნავ, ეს არის ოჯახის კაცი. შემდეგ ამბობს, არსებობსო, კიდე ვიღაცას უფრო მეტი დიდი გული აქვს, მეტი მსახურება უნდა, რომ არისო გვარის კაცი. რომელსაც ანუ მის გულში მარტო ოჯახი კი არ ეტევა, უკვე სანათესაოზე ფიქრობს, დარდობს ის როგორ არის, როგორ შეეხიდოს. არსებობსო თემის კაცი. თემის კაცი, რა აი, მარტო გვარზე კი არა, მთელ თემზე რომ გული შესტკივა, ესე რომ ვთქვათ. არსებობსო ერის კაცი. ერის კაცი, რა აი, მთელ ქვეყანაზე გული შესტკივა, ეს უფრო და არსებობსო ზოგად კაცი. ზოგად კაცია, საზოგადო პრობლემებზე რო გული შესტკივა და ამხელა გული აქვს რომ ამაზე ფიქრობს. და ადამიანი სადღაც უნდა იყოს ამათ შორის, ამ ხუთს შორის და ამაზე დაბლა უკვე მხოლოდ თავის კაცია და ის გინდა ყოფილა ის არის დაახლოებით აი ლუარსაბ თათქარიძე. შეიძლება არავისთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ არავისთვისაც არაფერი ურგია და ამ შინაარსის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ეგ არის. ღირდა რომ ეგეთი კაცი ყოფილიყო? რომელსაც არავისთვის არაფერი არ ურგია? ადამიანის აი რატო მოვაყოლე ხარ თუ უნდა ადამიანს რომ ზეცაში ისხარობდეს და სხვები ტიროდნენ როგორც პატრიარქი პავლე ამბობს, ისე უნდა იცხოვროს რომ სხვას გამოადგეს. და მისი როგორც ადამიანის რეალიზება რომ შედგა ადამიანად, სწორედ ეგ იქნება.
და ეგ არის ქრისტიანის დანიშნულებაც და ეგ არის სახარებისეული სწავლებაც, ესე იგი და ადამიანის მიზანიც, რომ საბოლოოდ აი ესეთი ცხოვრებით და ასეთ ცხოვრებას ღვთისმცნებების გარეშე ვერ შეძლებს. ღვთისმცნებებით არის ადამიანის სულის კურნება და ღვთისმცნებების შესრულების მცდელობაშია ჩანს ჩვენი სიყვარული ღვთისადმი. საბოლოოდ ჩვენ ღმერთი გვაცხონებს და არა ღვთისმცნებების შესრულება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ადამიანი ბოლომდე ვერ შეასრულებს ამ მცნებას, მაგრამ ჩვენი მცდელობით რომ შევასრულოთ ღვთისმცნება, უფალს ვეუბნებით, რომ აი მე შენ მიყვარხარ, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ ვისაც მე უყვარვარო, ჩემი მცნებები დაიმარხოს. და უპირველესი მცნება კი სიყვარულია, რომ ჩვენი მოყვარსი შეიყვარო და ჩვენ ამით აი ამ მცდელობით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ გვინდა რომ უფალს უერთგულოთ და გვიყვარდეს და საბოლოოდ მაცხოვარი ჩვენ არის უფალი იესო ქრისტე. აი ესეთი ცხოვრებით ადამიანი მოიპოვებს სულიწმინდის მადლს და როდესაც ადამიანს აქვს სულიწმინდის მადლი, მისი სული არის ცოცხალი. აი როგორც სხეული სულის გარეშე კვდება, ისე სული ღვთის მადლის გარეშე კვდება. და ეგ უნდა იყოს თავი საზრუნავი ადამიანისა. ოღონდაც ეგ არ დაკარგოს. ყველაფერს მისცემს მორწმუნე ადამიანი, რომ ეგ არ დაკარგოს. არამც თუ ყველაფერს, არამედ თავის სხეულსაც კი ყველაზე ძვირფასი, აი დილას კითხულობდი ერთ-ერთი წმინდა ბერის აბა ზოსიმეს სულიერი დარიგებები იყო და ესე იგი ადამიანს ნივთიერი გაგებით ყველაზე ძვირფასი თავისი სხეულია. და იმ სხეულსაც კი გასცემს, როცა საჭიროა და მოწამეების ისტორია სწორედ ეს არის. რომ არაფერზე არ უნდა იყო მიჯაჭვული, არც შენ სხეულზე, ესე იგი თუ საჭიროა ღვთის მადლის შენარჩუნებისთვის, ისიც კი უნდა გაიღო და ერთ-ერთი მაგალითი მოყავს, ესე იგი ერთი ბერი იყო, რომელიც ბოსტანს უვლიდა და ერთ-ერთი მამა, ერთ-ერთი ბერი მივიდა ამის გამოსაცდელად, რომ გამოეცადა. და დაიწყო ამ ბოსტნის განადგურება. და ის ბერი, ვისიც იყო ეს ბოსტანი, წავიდა და დაიმალა. და რომ ანადგურებს და ბოლოში გავიდა, ერთი ცალი ღარო იყო დარჩენილი, იქ არ წერია კონკრეტულად რა სახის ბოსტნეული. გამოვიდა მაშინ პატრონი და უთხრა, მამაო, თუ გინდაო, ეგ ერთიო, დატოვეო და ტრაპეზს მოგიმზადებო. ანუ ნახეთ რაზე თუ გინდა დატო ისიც რატო რომ შენ მოგიმზადო ტრაპეზი. მე ხა თავიდან ვიფიქრე რომ მე მიწაზე დავდივარ და იზეცაში იყო მისი გონება. რომ ეუბნაოდა ბოლოს ანამ ბოლომდე ჩავიკითხავ თუ გინდა ერთი დატო ვიფიქრე ალბათ კვლავ გასამრავლებლად. მაგრამ მას ნახე რა უთხრა. თუ გინდა დატოვე რომ ტრაპეზი მოგიმზადო და ეს ბერი მიხვდა რომ მისი გული მიუხედავად იმისა რომ დიდ შრომას დებდა ამ ბოსტანში, ესე იგი არ იყო მიჯაჭვული. მას ჰქონდა ბოსტანი, მაგრამ ისე ცხოვრობდა, თითქოს არ ჰქონდა ის. ესეც სახარებისეული სწავლება პავლე მოციქულიანის. მას ჰქონდა ეს, მაგრამ ისე ცხოვრობდა, თითქოს არ ჰქონდა. არ იყო მისი გული მიჯაჭვული. არაფერზე. და ქრისტიანის მისწრაფებაც აქეთ უნდა იყოს, რაც უფრო მეტად გათავისუფლდება ადამიანი აი ამ რაღაცეებისგან. მით უფრო მეტად თავისუფალი იქნება. თავისუფლება ის კი არა, რომ გინდა ამას შეიძენ, გინდა იმას. თავისუფლება ის არის, რაც არ უნდა შეიძინო, რომ მისგან შორს იყოს შენი გული და არ მიიტაცოს არაფერი. იმიტომ რომ სიმდიდრე კი არ უნებს ადამიანსო იქ ეწერა. არამედ უნებს სიმდიდრისადმი არასწორი დამოკიდებულება, სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობა. შეიძლება ვიღაცას 10 ქონდეს და ამ 10-მა არ მიიჯაჭვოს მისი გული. შეიძლება ვიღაცა ერთის გამო დაიღუპოს. იმ ერთს ქონდეს ამის გული დაპყრობილი. სულის ცხონების საქმეში არის თავისუფლება საჭირო. უფალი ამბობს, შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლეთ თქვენ. და ჭეშმარიტება კი ის არის, რომ უფალი მოვიდა ადამიანის გადასარჩენად. ადამიანი არჩევანის წინაშე დგას, ის ან გადარჩება და მარადიულად იხარებს, ან ვერ გადარჩება. და თუ ადამიანი ამაზე ფიქრობს, იმ ნივთებს უკვე ნაკლებად დაუწყებს გამოდევნებას. ღმერთმა აცხოვნოს ჩვენი მიცვალებულები და ღმერთმა შეიწიროს თქვენი ლოცვა. ჩვენთან არის ღმერთი.